სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასნამატის წარმოქმნას სწავლობს, მუშაობას აპრილის ბოლომდე დაასრულებს. Როგორც ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამის საფუძველზე შეიძლება იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები. ეკონომიკის სამინისტრო ხუდონ ჰესის პროექტის ინვესტორებისთვის შეთავაზებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ დროისთვის პროექტის განხორციელებით დაინტერესებული არც ერთი ინვესტორი არ არის გამოკვეთილი. კითხვაზე ხუდონ ჰეს სახელმწიფო აშენებს თუ ინვესტორი, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების საფუძველზე პოტენციურ ინვესტორებთან. თუმცა აღნიშნა, რომ არ გამოირიცხება ფინანსურ ნაწილში სახელმწიფოს თანამონაწილეობაც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხუდონ ჰესი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია და მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება. შუადერეფნის საგზაო პროექტები საქართველოში ტურიზმისა და რეგიონალური კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ გლობალური მედია პლატფორმა Travel and Tour World იწერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შუადერეფნის ფარგლებში ხორციელდება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას. გაუმჯობესებული გზები გაამარტივებს წვდომას თბილისზე, კახეთის ზღვნის რეგიონზე და შავი ზღვის სანაპიროზე, რაც ტურისტული ნაკადების ზრდას, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან დამატებით შეუწყობს ხელს. ევროპაში ინფლაციის ზრდის მოლოდინია. როგორც ევრონიუსი წერს, ევროზონაში კერძო სექტორი იანვარში გაიზარდა. იზრდება ინფლაციაც მომსახურების სექტორში და ეს ევროპის ცენტრალური ბანკისთვის ახალი შეშფოთების საგანი ხდება. გამოცემის ცნობით, მომსახურების სფეროში ინფლაციის ზრდამ შესაძლოა ევროპის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე ზეწოლა მოახდინოს. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა და 6 მილიარდ 160 მილიონ დოლარს აჭარბებს. ხოლო დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა BIMEDge პლატფორმაზე განხორციელებული ინვესტიციების შედეგად სავალუტო რეზერვები 361 მილიონი დოლარით შეავსო. იანვარ-დეკემბერში კი წმინდა შესყიდვებმა BIMEDge-ზე 2 მილიარდ 432 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მარეგულირებელში ამბობენ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და ეროვნული ბანკი კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, მით უმეტეს თუ ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა. აზიის განვითარების ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს 170 მილიონი ლარით დააკრედიტებს. საფინანსო ინსტიტუტმა სესხი TBC ბანკს გამოუყო და რესურსის მნიშვნელოვანი წილი მიმართული იქნება ქალების მფლობელობაში არსებულ ან ქალების ხელმძღვანელობით მოქმედ საწარმოებზე. ნაწილით კი დაფინანსდება მწვანე ინიციატივები. ADB იმედოვნებს, რომ ეს თანამშრომლობა მეწარმეებს უზრუნველყოფს სტაბილური, ხელმისაწვდომი და გრძელვადიანი დაფინანსებით. ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამავდროულად საფინანსო ინსტიტუტი 250 მილიონ დოლარიან ტექნიკურ დახმარებას გამოყოფს TBC ბანკის მწვანე დაფინანსების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ADB საქართველოში 2007 წლიდან არის წარმოდგენილი და ქვეყნისთვის გაღებული აქვს 5 მილიარდის სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი კერძო სექტორის პროექტებზე მოდის. ტუროპერატორები ავიაბილეთების გაიაფების მოლოდინში არიან. კომპანიებში ამბობენ, რომ თებერვალი ბევრი ავიაკომპანიისთვის ფასდაკლებების სეზონია და მომხმარებლებს ურჩევენ. სწორედ ამ პერიოდში დაგეგმონ წინასწარ ზაფხულის მოგზაურობა. გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიათა ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო 1 წელში მოგზაურობა 10-დან 20%-ის ფარგლებში იყო გაძვირებული, თუმცა ამას ქართველი ტურისტების განწყობაზე არ უმოქმედია და საქართველოდან საზღვარგარეთ ტურისტული ტიპის ვიზიტით სულ უფრო მეტი ადამიანი მიემგზავრება. ტუროპერატორების განმარტებით ამ დროისთვის ბაზარზე ფასების თვალსაზრისით მდგომარეობა სტაბილურია და გაძვირების ტენდენცია არ იკვეთება. ღვინის თემატიკაზე შექმნილი პირველი ქართული ბიზნეს თამაში ვინოპოლია 2026 წელს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის ბიუჯეტური ვერსიის შექმნას გეგმავს. კომპანიის განცხადებით პროექტის მიზანი უფრო ფართო აუდიტორიაზე წვდომაა, რადგან პრემიუმ სეგმენტზე მოთხოვნა ნაკლებია. ამავდროულად იგეგმება მსოფლიო ღვინოების თემატიკით პროდუქტის შექმნა, რომლის რეალიზაციაც ევროპის ბაზარზე იგეგმება. ძირითადი საბიზნე ქვეყნები კი გერმანია და პოლონეთია. პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ღვინის მაღაზიებში.